მესამე თავი რომელიც ავტორს მიძღვნილი აქვს ერთ-ერთი ძირითადი კონცეფციისადმი შუა საუკუნეების ეკონომიკურ ცხოვრებაში ეს არის ქალაქების განვითარება რომის იმპერიის დაცემის შემდგომ. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი თემა გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად ეკონომიკურ განვითარებაში ქალაქებმა ითამაშეს განსაკუთრებული როლი, რომელიც შემდგომ უკვე გადაიზარდა სამრეწველო რევოლუციაში და გადაიზარდა დასავლური საზოგადოებების იმ განვითარება პროგრესში, რომელმაც მოგვიყვანა დღემდე, ასე ვთქვათ, პოსტინდუსტრიალიზებული და საინფორმაციო საზოგადოებამდე. ეს ყველაფერი წამოვიდა, ამ ყველაფერს საფუძველი ჩაეყარა იმ ხანებში და ვფიქრობ გენიალურად აღწერს აი ამ პროცესს ადამ სმითი. კერძოდ ის თუ რაოდენ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქალაქები რომის იმპერიის დაცემის შემდგომ. ბარბაროსების პირველადი მისწრაფება და мотиваცია ბუნებრივია იყო ის, რომ ეძარცვათ ქალაქები და მიეთვისებინათ ყველაფერი ის, რაც საუკუნეების განმავლობაში წინა ეპოქებში იყო შექმნილი. ამას შედეგად მოყვა ის, რომ პრაქტიკულად განადგურდა, გაუკაცრიელდა ეს ადგილები და სრულიად ჩაკვდა აღებმიცემობა, ანუ ვაჭრობა. ქალაქები წარმოადგენდნენ გაუკაცრიებულ ადგილებს, სადაც არავითარი ნიშანწყალი წინანდელი დიდებისა არ აღინიშნებოდა. ქალაქებში ცხოვრება თავისი წესით განსხვავდებოდა რომის იმპერიაში და იმპერიის დაცემის შემდგომ. კერძოდ იმით, რომ იმპერიულ პერიოდში მემამულეები ამჯობინებდნენ ეცხოვრათ ერთად-ერთი ტერიტორიის ფარგლებში და შემოევლოთ ერთი დიდი გალავანი თავიანთი საცხოვრებელი ადგილისათვის და ამგვარად ერთმანეთის გვერდით უზრუნველყოთ მშვიდობიანობა და ამავება იმ ცხოვრებისა, რასაც ისინი ეწეოდნენ რომის იმპერიის დიდების ხანაში. მაშინ, როდესაც დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდგომ მემამულეებმა გადაინაცვლეს უკვე საცხოვრებლად თავიანთ მამულებში და უშუალოდ გამართეს თავისი საცხოვრებელი და სასახლეები, მათ შორის ვისი ასე თქვათ ბატონ პატრონებსაც ისინი წარმოადგენდნენ. ამგვარად ამ დროისათვის ქალაქები უკვე წარმოადგენდნენ იმ ადამიანების საცხოვრებელ ალაგს, ვინც ფაქტიურად დიდად არ განსხვავდებოდნენ სოფელში მცხოვრები მოსახლეობისაგან. პრაქტიკულად იგივე მონურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მათ არ გააჩნდათ არავითარი ქონება, მათ არ გააჩნდათ საკუთარი ქონების განკარგვის უფლება, საკუთარი შვილების გათხოვების უფლება და ასე შემდეგ. ეს იყო ძალზედ მძიმე და შემაფერხებელი გარემო, რომელიც ბუნებრივია საზოგადოებრივი განვითარებისათვის არამც და არამც არ იყო მისაღები. ვაჭრები, რომელიც ცხოვრობდნენ აი ამ ქალაქებში, წარმოადგენდნენ სხვას არაფერს თუ არა ეგრეთ წოდებულ ავტორისეული სიტყვებით, რომ ვთქვათ, მოტანტალე გადაადგილებად. ვაჭრებს, რომელთაც თან ჰქონდათ ყველაფერი თავიანთი სავაჭრო საქონელი და გადაადგილდებოდნენ ქალაქიდან ქალაქში, სახელმწიფოდან სახელმწიფოში, სოფლიდან სოფელში და ყველა გადასასვლელში, ყველა ხიდში, ყველა საბაჟოზე იხდიდნენ აი ამ გადასახადს, რომელსაც ეწოდებოდა ან სასულო გადასახადი, ან სასაქონლო გადასახადი, ეს ყველაფერი დაითვლებოდა ან სულადობის, ან ასე ვთქვათ, საქონლის მიხედვით. დროდადრო ეს ვაჭრები ახერხებდნენ იმას, რომ თავიანთი მფარველებისგან, თავიანთი ბატონებისგან მფარველობა მიეღოთ და მოეპოვებინათ გარკვეული თავისუფლება, ბუნებრივია გარკვეული გასამრჯელოს საფასურად. იმ ეპოქაში არავინ თავისუფლებას არ მიანიჭებდა თავის დაქვემდებარებულს,
ფულადი ანაზღაურების გარეშე და ეს მექანიზმი თანდათან ამოქმედდა და ამ ვაჭრებმა მიიღეს ეგრეთ წოდებული თავისუფალი ვაჭრების სტატუსი, რაც თავისუფალ მოქალაქეობას უდრიდა და უკვე იყო რაღაც პროგრესი, იყო ნიშანსწვეტი, რაზედაც ხвебს მისაბაძად мотивация გაუჩნდათ. თანდათანობით ამგვარი ვაჭრების რაოდენობამ და შესაბამისად თავისუფალი მოქალაქეების რაოდენობამ იმატა და უკვე მასიური ხასიათი მიიღო. შესაბამისად მასიური ხასიათი მიიღო იმ საბაჟო სასულო გადასახადმა, რასაც ეს ადამიანები უხდიდნენ თავის მემამულეებს თუ უხდიდნენ მეფეებს. ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ ვინაიდან ეს კასტა რაღაც უკვე დიდ მასშტაბს აღწევდა, ჩამოყალიბდა უკვე ანუ ის ადგილები, სადაც ისინი სახლობდნენ, ბუნებრივად იღებდა თავისუფალი ქალაქის სტატუსს. ანუ ქალაქები მეფისაგან იღებდნენ თავისუფლებას და აი ამ თავისუფლების სანაცვლოდ იხდიდნენ ბაჟს. ეს ბაჟი საკმაო რაოდენობის იყო და ხშირ შემთხვევაში უკვე მეფე იმასაც კი თანხმდებოდა, რომ ეს ბაჟი, ეს თანხა უკან დაებრუნებინათ ან საგრაფოს შერიფისთვის, ან ამ მოსახლეობისთვის, იმისათვის, რათა მათ განეხორციელებინათ ეკონომიკური აქტივობა, ეკონომიკური საქმიანობა და ეს თანხები კვლავ ჩაებრუნებინათ უკან, ასე ვთქვათ, კვლავ წარმოებაში და აცხადებდნენ სოლიდარულ პასუხისგებლობას. ამან თანდათან ბიძგი მიცა პირველ ყოვლისა ეკონომიკური სისტემის გაუმჯობესება გაჯანსაღებას და მეორე თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესებას. ყოველივე ეს ქმნიდა პროგრესს საზოგადოებაში და მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ეს პრივილეგიები, რომელსაც მეფე აძლევდა აი ამ ქალაქის მოსახლეობას, უკვე თანდათან იქცა როგორც აუცილებელ წესად, რამაც განაპირობა წინსვლა აი ამ საქალაქო საზოგადოების. თანდათანობით მოძლიერდა ეს კასტა, ასე ვთქვათ, მოქალაქეებისა, იმ ადამიანებისა, ვინც სახლობდნენ ქალაქში, მიიღეს პრივილეგიები, მიიღეს უფლებები და თანდათან უკვე დაიწყეს ფიქრი იმის თაობაზე, რომ მოეწესრიგებინათ თავისი ცხოვრება, გაეუმჯობესებინათ და გაეკეთილშობილებინათ იგი. ანუ თანდათან ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე დაიწყო ფიქრი აი ამ მაცხოვრებელთა აი ამ კასტამ. რაც მდგომარეობდა რაში? მოაწესრიგეს ისეთი სფეროები, რაც იყო თავდაცვა, რაც იყო გადასახადების გადახდა, რაც იყო სასამართლო სისტემა. ყოველივე ამან ქალაქში შვა უკვე პროგრესისა და განვითარების სულისკვეთება. წარმოვიდგინეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს არ უხდებოდათ მიემართათ სხვა სასამართლო ხელისუფლებისათვის, განსაკუთრებით იმ ფეოდალური სასამართლო ხელისუფლებისათვის, რასაც მოგვიანებით ჩვენ ნახავთ თუ რამდენად არაადეკვატური იყო იგი თანამედროვეობასთან და პროგრესთან და საერთოდ ფეოდალები თვითონ ახორციელებდნენ სასამართლო ხელისუფლებას. ბუნებრივია, აი ამ ყველაფრისგან იზოლირებამ ქალაქებს შეუქმნა წინაპირობა იმისთვის, რომ ისინი განვითარებული ყოფილიყვნენ და ეკონომიკა წინ წასულიყო. ქალაქებმა შეიძინეს ეკონომიკური სიმძლავრე და დაიწყეს სიმდიდრის გროვება უფრო სწრაფი ტემპებით. შესაბამისად ევროპაში განვითარდა უკვე ქალაქები, თავისუფალი ქალაქები და ის კავშირები, რომელიც არსებობდა, სხვადასხვა კავშირები, რომლებიც არსებობდა აი ამ ქალაქებს შორის. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ უფრო სწრაფი ტემპით განვითარება ქალაქებში, ვიდრე სასოფლო ადგილებში. პროგრესი ასევე მდგომარეობდა იმაში, რომ არსებობდა წინაპირობა ქალაქისათვის და ქალაქის მაცხოვრებელთათვის ხელის განსაკუთრებით შესაწყობად მეფის მხრიდან. როგორც მოგახსენეთ, მეფეები და სამეფო დინასტიები, სამეფო კარი თავისთავად განიცდიდნენ წინააღმდეგობას და დაპირისპირებას ძლიერი მემამულეთა და დიდგვაროვანთა მხრიდან. ეს იყო ჩვეულებრივი მდგომარეობა ევროპის ყველა სახელმწიფოში. რაც ხშირად
ყალიბდებოდა როგორც წინაღობა, როგორც სამეფო გვარის განვითარებისათვის, ასევე მთლიანად სახელმწიფოსათვის. ამდენად მეფეებმა ამოიცნეს მოქალაქეებში თავიანთი სტრატეგიული მეკავშირე და პარტნიორი, რომელთათვის ხელშეწყობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მემამულეთა ზრდადი და დიდგვაროვანთა ზრდადი ძალაუფლების, ასე ვთქვათ, განეიტრალება და დაბალანსება. შესაბამისად, მეფეები ყველა ხონეს ხმარობდნენ იმისათვის, რათა მათ გამგებლობაში და უფლებამოსილებაში არსებული ყველა ბერკეტით ისინი დახმარებოდნენ მოქალაქეებს. რაც ასევე დაგვირგვინდა იმით, რომ მოქალაქეებს და მათ წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება ყოფილიყვნენ დამსწრე და მონაწილენი იმ საერთო სამეფო კრებისა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ერთ მხრივ დიდგვაროვნები, ხოლო მეორე მხრივ სამღვდელოება. ანუ გაჩნდა მესამე ძალა, რომელიც იღებდა მონაწილეობას აი ამ მნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტაში და ხშირად მათზე იყო დამოკიდებული ის თუ როგორ გადაწყდებოდა მეფისთვის დახმარების, სუბსიდირების, თქვათ, საკითხის ბედი. ამგვარად ქალაქი და ქალაქში მაცხოვრებლები ჩამოყალიბდნენ უკვე თავისუფალ მოქალაქეება, თავისუფალ ბურჟუაზიად, რომელიც ხდებოდა გამწევი ძალა საზოგადოებაში და ბუნებრივია ინსტიტუციონალური არათავსებადობა, ანუ წინააღმდეგობა მემამულეებთან მათ ახასიათებდა და ეს ზედაპირზე ამოვიდა. აი მაგალითად ისეთ განვითარებულ ადგილებში, როგორც ნაწილობრივ ჩვენ ხვდებოდა ფლანდრიაში, განსაკუთრებით კი შვეიცარიაში მოყვანილი აქვს სმითს ავტორს მოყვანილი აქვს ბერნის კანტონი. აი იქ მაგალითად მოქალაქეებმა შეძლეს ის, რომ პრაქტიკულად ნოლამდე დაეყვანათ დიდგვაროვანთა ძალაუფლება, წაერთმიათ მათთვის ეს ზემდგომი, ასე ვთქვათ, ამპარტავნული და დომინანტი პოზიციები და საერთოდ აიძულეს მემამულეები, რომ მათაც უკვე ქალაქში ეცხოვრათ. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ ქალაქების განვითარებას თანდათან ახლდა წესრიგი და გონივრული მმართველობა, რაც მოქმედებდა არა მხოლოდ საქალაქო ტერიტორიებზე, არამედ ეს ყველაფერი ასევე მოქმედებდა მთლიანად სახელმწიფოში, მათ შორის სასოფლო ადგილებზე და მოქმედებდა დიდგვაროვნებზე და თავისთავად სამეფო დინასტიებზე. ანუ მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა შეძლეს გარკვეული სიმდიდრის დაგროვება, მათ დაიწყეს უკვე, როგორც თქვით, თავიანთი ცხოვრების გაუმჯობესება და ფუფუნებისკენ ლტოლვა, ფუფუნების საგნების შეძენა, რამაც თავისთავად მისცა სერიოზული ბიძგი მრეწველობის განვითარებას. სწორედ აი ამ მოქალაქეთა და ქალაქების მხრიდან ფუფუნების საგნებზე წარმოქმნილი მოთხოვნის ზრდამ საფუძველი ჩაუყარა მრეწველობის განვითარებას. პირველ ყოვლისა ეს ყველაფერი კმაყოფილდებოდა და იფარებოდა უცხო ქვეყნებიდან საგარეო ვაჭრობის საფუძველზე შემოტანილი საქონლით, თუმცა მოგვიანებით ბუნებრივია მეწარმეობამ და გონიერებამ იმარჯვა და ეს ყველაფერი აი ამის დამზადება, ამისი უზრუნველყოფა უკვე დაიწყეს თავად ქვეყნის შიგნით ქალაქების ფარგლებში და ამგვარად წარმოიქმნა მრეწველობა იმ ქალაქებში, რომლებიც დაწინაურებულები იყვნენ ეკონომიკური თვალსაზრისით. ანუ ევროპაში საფუძველი ჩაეყარა მანუფაქტურულ მრეწველ ქალაქებს. პირველ ყოვლისა აღნიშნული წარმოიქმნა იტალიაში და ავტორს აქვს მოყვანილი ძალიან საინტერესო მაგალითი იმ დროის იტალიის ჭრელი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სპექტრიდან,
ერთ-ერთი განვითარებული ადგილის კერძოდ ლუკაში დიდარი მოქალაქეების სათვის წარმოიქმნა პრობლემა, აი კერძოდ აი მაკიაველის ერთ-ერთმა გმირმა კასტრუჩიო კასტრაკანიმ შეუქმნა იძულებით 900 ოჯახს, რომ ეს მრეწველი ოჯახები აყრილიყვნენ ლუკიდან და წასულიყვნენ. ნაწილი მათთაგან სასწრაფოდ გადაადგილდა ვენეციაში და ვენეციის ხელისუფლებას წარუდგინა გეგმა იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა აქ მანუფაქტურის აყვავება, მრეწველობის განვითარება. ეს ვენეციის მმართველობამ გაიაზრა, მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ყველა პირობა შეუქმნა იმისათვის, რათა განვითარებულიყო აქ მრეწველობა და ამგვარად ვენეციაში დაიწყო უკვე აყვავება აბრეშუმის, ხავერდის, ფარჩის წარმოება. გარდა ამისა არსებობდა ესეთი შეიძლება ითქვას უფრო მაღალი დონის პროცესები, რომელიც ხელს უწყობდა და ზურგის ქარს აძლევდა სამრეწველო პროცესებს. ეს იყო რაოდენ პარადოქსულათაც არ უნდა ჟღერდეს და რაოდენ ნეგატიური არ უნდა იყოს ადამ სმითის დამოკიდებულება არასტაბილურობისადმი და ომებისადმი. აი ჯვაროსნულმა ომებმა ძალიან დადებითი ზეგავლენა იქონიეს იტალიის ზოგიერთ ქალაქებზე. ეს იყო გენუა, ეს იყო ვენეცია, ეს იყო პიზა. და როგორც ავტორი ამბობს მისივე სიტყვებით, ამ უდიდესმა სიგიჟე, რომელიც ოდესმე ევროპულ ერებს მოჰფენია, დიდი ზეგავლენა იქონია იტალიის ზოგიერთ ქალაქზე. კერძოდ აქედან ხდებოდა ნაოსნობა და გადაადგილება იმ ხომალდებისა და სამხედრო ძალებისა აღმოსავლეთით წმინდა მიწის დასაპყრობად. შესაბამისად აი ამ ნაოსნობას და ინტენდანტურ საქმიანობას, მომარაგებით საქმიანობას აწარმოებდნენ ეს ქალაქები და სასწრაფოდ ამ ქალაქებში დაიწყო სიმდიდრისა და დოვლათის დაგროვება და მათი პროგრესი. ანუ შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ აი ამ მოვლენებმა ხელი შეუწყო უკვე მრეწველობის განვითარებამ. მრეწველობა და მანუფაქტურა პირველ ყოვლისა ამარაგებდა ქვეყნის ფარგლებში, აკმაყოფილებდა მოთხოვნებს სოფლად, აკმაყოფილებდა გაზრდილ გემოვნებას და ფუფუნებას დიდგვაროვანთა და მემამულეთა, რომელიც ცხოვრობდნენ სასოფლო ადგილებში, მაგრამ თანდათანობით აუღეს ალღო და გაუგეს გემო გაუმჯობესებულ, ასე ვთქვათ, და მაღალი ხარისხის ცხოვრებას. თუმცა მოგვიანებით უკვე მრეწველობებმა და აი ამ ქალაქებმა დაიწყეს მომარაგება უცხო ქვეყნების, უცხო ადგილების და ამგვარად ბიძგი მიეცა საგარეო ვაჭრობას. საგარეო ვაჭრობა საშუალებას იძლეოდა, რომ მოემარაგებიათ უცხო ქვეყნის ტერიტორიები და ამგვარად ხელი შეეწყოთ, ასე ვთქვათ, გაცვლის პროცესისათვის. ამგვარად შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ ჩვენ ამ თავში ადამ სმითი ავტორი ძალიან ნათლად და მარტივად გვაჩვენებს, თუ რა რთული იყო ვითარება ქალაქებში დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდგომ და როგორი პროგრესი განიცადა ქალაქების ასე ვთქვათ განვითარებამ. პირველ ყოვლისა პოლიტიკურად, როდესაც შეიქმნა და გაუმჯობესა თანდათან სტატუსი აი ამ ადგილების მაცხოვრებლებისა და ჩამოყალიბდა თავისუფალი მაცხოვრებლების კასტა, მოქალაქეების, ბურჟუაზიის კასტა, რომელმაც იგრძნო რა თავისუფლება და მხარდაჭერა მეფეთა ხელისუფლებისაგან, აქტიურად ჩაება მეწარმეობაში და შექმნა ძალიან დიდი დოვლათი, სიმდიდრე, რომელსაც უკვე ეზრდებოდა მასშტაბები და საბოლოო ჯამში იგი არ შემოიფარგლა მხოლოდ ქალაქით და უკვე თავისუფლ ბიძგი მიცა საგარეო ვაჭრობას. ქალაქების წარმოქმნამ და აღზევებამ ასევე ხელი შეუწყო სასოფლო ადგილების განვითარებას და მათ შორის, როგორც ჩვენ გვიან ნახავთ, გონებრივ ტრანსფორმაციას იმ მემამულეთა და დიდგვაროვანთა, რომლებიც ამ დრომდე ევროპაში რჩებოდნენ პროგრესის ძირითად
მუხრუჭად და შემაფერხებელ ძალად.